და სამთავრობო ტელევიზიებს პატიობენ 30 მილიონს და ტელეკომპანია Reality-ის შემთხვევაში ეს არის თანხა, რომელიც იზომება 9 მილიონის ფარგლებში. ესე იგი 9 მილიონი თუმცა სახელმწიფოსთვის იმდენად მნიშვნელოვანი არის, რომ უნდა დააყადაღოს რეგიონული ტელევიზია, ცენტრალური ტელევიზია, რომლის ფლობელებიც მაფიოზები, მილიონერები არიან, მაგალითად იმედის ფლობელი, ყველამ ძალიან კარგად იცის. იმეც რატომ უნდა ეპატიოს საგადასახადო დავალიერება, როცა მისი პატრონი იყო ბოლო წუთამდე დღესდილამდე ყოველ შემთხვევაში პენსიონერების ძარცვით გამდიდრებული ოლიგარქი. აი, რატომ უნდა აპატიო იმას და რატომ უნდა ასე ვთქვათ დაადო ინკასო ტელეკომპანია Reality. მაინტერესებს ერთი ადამიანი მაინც თუ მოიძებნება, ვინც იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი და მეცენად. ეს არის მაფიოზი, ყველამ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეს და არც ვიცი აი რა არგუმენტი ვითხრათ, იმიტომ რომ აქ საკითხი კაფიოა. ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, აი გაიხსნება თუ არა ჰორმუზის სრუტე, კითხვის ნიშანია ვიმსჯელოთ. შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ოპოზიციური კოალიცია. მაგრამ აქ ამ საკითხზე მე ცოტათი საუბარიც მიჭირს, იმიტომ რომ აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არის. ჩვენ ვყავს კორუმპირებული მაფიოზური ხელისუფლება, რომლის სათავეშიც არის მაფიოზი და ამ მაფიოზმა გასცა ბრძანება, რომ დააკეთეთ ყველა ტელევიზია, რომელზეც მე მაგრიტიკებს. და დაიწყეს ახლა ამ მეთოდის აპრობირება. ახლა ვიცით რომ როსტავიორი როგორ ჩაიგდეს ხელში, იმედი როგორ ჩაიგდეს ხელში ეს საზოგადოება მარიცის და ეს კიდე ცალკე ძალიან ბინძური ისტორიაა და ალბათ მოათავის დროზე ამ ისტორიის გამომშვენების დროც და ახლა ასე ვთქვათ გადაწყვეტეს რომ ამავე რიგში ჩადგეს ტელეკომპანია Reality და სხვა რეგიონული ტელევიზიები, იმიტომ რომ ესეც საქართველოში იყო დემოკრატიის ერთ-ერთი სივრცე, რომ ყველა ხელისუფლება ასე ვთქვათ ამ რეგიონულ ტელევიზიებს ცოტა მეტი თავისუფლება ჰქონდათ. ყველას ესმოდა რომ ეს ასე ვთქვათ განსაკუთრებით ფაქიზის სფერო იყო, განსაკუთრებით იმიტომ რომ აქ დაფინანსება კიდევ უფრო მწირი იყო და რაღაც შეიძლება რასაც ცენტრალურ არხებს არ პატიობდნენ, აი რეგიონალური არხების მიმართ იყო ძალიან სახელმწიფოებრივი და სასათბური დამოკიდებულება ასე თუ ისე ყველა ხელისუფლების მიმართ და ეს ხელისუფლება არის ამ ქვეყნის მტერი. ამიტომაც გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილს აი რეალურად ნამდვილად ესე ფიქრობს, რომ რაში მჭირდება ტელევიზია იმედის გარდა, პარლამენტი რაში მჭირდება საერთოდ, ანტიკორუფციული სამსახური რაში მჭირდება. ეს არის ადამიანი, რომელიც თulis რომ საქართველოს უნდა მართოს ისე როგორც ჭორვილა, სადაც ასე ვთქვათ თვითონ არის აბსოლუტური მონარქი, აი ზუსტად ისეთივე აბსოლუტური მონარქიის დამყარება უნდა საქართველოში. ამიტომ რა ხდება ამაზე მე კითხვის ნიშნები არ მაქვს და მე მგონი თუ ადამიანი ოდნავ მაინც კეთილგონიერია და ეხა არ არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მორჩილი ან მისგან ფინანსურად რაიმე დავალებული, არავის არ ეკნება ორი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ტელეკომპანია Reality-ის ირგვლივ.